მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ პაატა სპეშალ გეიმერი. ამ ვიდეოში იხილავთ ზომბი აპოკალიფსის მეორე სეზონის პირველ სერიას. ახლა კი დავიწყოთ ვიდეო. ესე იგი, მე და ჩემი ძმა დიდი ხანია მოვდივართ უკვე. ესე იგი, რაღაც ახალ სამყაროში გადმოვედით მე და ჩემი ძმა და რაღაც საინტერესო ადგილები არის აქ და ეს ძმაო, ეს რა არის? ეს რა არის ძმაო? რა სიტყვი ხა ძმაო? ეს რა ხდება ძმაო, აქ კაცო ვიღაც საქანელოზე ქანაობდა და ესროდეს. ვა და აქ ხერხსია გადაჭრილი ადამიანი, გადაოფ. აუ ბიჭო, ეს იმახო არ გადაჭრა, ის გაიქცა მგონი ხო კანიბალი. არ ვიცი აქ როგორ უნდა მოსულიყო, არ მესმის და ძმაო, აქ რაღაც სახლი არის და წამო შევიდეთ, აბა ერთი რამე გადავტენოთ ანა არბალეტი. აი შევედი. აქ ძმაო რევოლვერია, მოდი ყველაფერს ავიღებ აქ რაც არის. ტყვიებით? მოდი შუბს ავიღებ მე. ნაჯახიც არის აქ. ძმაო, რევოლვერი მაქვს უკვე, ძალიან, აი, მაგრამ ცარიელია, მაგრამ უკვე გადავტენი და ეგა. ძმაო, მოდი ჩავიდეთ აბა ერთი. აქ რა მდგომარეობა არის, ვნახოთ აბა ერთი. ვაიმე, ზომბები. ზომბები არიან? დავანადგურე ესენი. საინტერესო აქ რა არის. აქ ძმაო არმორებია, მაიცა გაგინაწილებ ძმაო შენც, მაიცადე. ეს ხორცი, მოდი გაგინაწილებ ახლა ყველაფერს. და ასევე ძმაო ხორციც მინდა რომ მოგცე, ღორის ხორცი მინდა მოგცე ასევე და გავამართვი. ესენი ალბათ მეგობრები იყვნენ და აქ ცხოვრობდნენ. რაღაც პატარა მიწის ქვეშა სახლი არის და ესე იგი აქ ცხოვრობდნენ რა. ამო დავიძინოთ რა. მაგრამ ამას ვერ ვიგებ, აქ რა მდგომარეობა. ეს ვილიჯერი რას ფიქრობ, რა ვიცი, აქ ესე თვალებში შევხედო. მკვდარია ეს, კი ეს მკვდარი არის. ამას რა შეეხება, ამაზე გავიჭედე ძმაო, გაჭედილი ვარ ამაზე. ვერ გავიგე ამ ტყეში რა ხდება. ვინმე დადის თუ ვერ გავიგე რა ხდება, რა მდგომარეობა. ძმაო, მოდი წავიდეთ, დავიძინოთ ჯობია აშკარად. ჩემი ძმა დაწვა და ჩაეძინა. ტკბილი ძილი ჩემ ძმას, დღეს ძალიან დაიღალა. ძალიან ბევრი ვიმოგზაურეთ და აშკარად დაიღალა. მოდი წავალმეთ, წავუძინებ. ძმაო, გაიღვიძე, ზომბების ხმა გავიგონე. ძმაო. რა ხდება ძმაო, რა მდგომარეობა, რა ხდება? რაღაცა ხდება, აუ თანწვიმაცაა და ზომბების ხმა იყო აქ და კარები არ დაანგრიო, რაღაცა ძალიან მეშინია. ძმაო, მოდი ცოტა წინ წავიდეთ, არა, აი იქ რაღაცა სინათლე ტყუილა არ დგას, იქ თითქოს რაღაცა გვანიშნებს, აგერ წინ ესე იარეთო და ვერ გავიგე, ამას მოერიდე, რამე არ გაიჭრა შემთხვევით. ძმაო, ესე იგი აქ ფრთხილად იყავი, რამეს არ შეეხო. და აქ ძმაო, რას ფიქრობ, ეს რა არის? აქ რა მდგომარეობა? ზომბია იქ, ზომბია. სად, აბა ერთი გავაყო კარები. ახ შმანდა ხდება, ფრთხილად. ვაიმე, გავანადგურე ესეც. აუ მე ვარ საფუძე კიდევ ვინმეა, ბარდულებში გვაქვს რამე. ერთი ნენერა მაღლაა. ხან შუბს ავიღებ, ვაიმე ზომბია. ნაჯახით უნდა გავანადგუროთ ძმაო. გაანადგურე აბა რა. ვაიმე. გავანადგურე. ესე იგი რაღაცა ცოტა მიტოვებულიც არის ხო, რაღაც მე რასაც ვაკვირდები და აქ ძმაო კიდე ზომბი არის. გავანადგურე. ძმაო ეს რევოლვერი მაზანზარებს რაღაცნაირად რო ვისვრი და შენ რო გაქ იარაღი ვერ გამიცვლი, იმიტომ რომ რა ვიცი. აი ძმაო, ესეთი პატარა გაცვლა. არ მინდა და მე მინდა უფრო ვისწავლო სხვა იარაღის გამოყენება, რადგან გეტყვი რატო? რადგან როცა ჩვენ სიტყვაზე იარაღი თუ არ გქონდა, უნდა ვიცოდეთ სხვა ნივთების გამოყენება და მე მინდა ამ ნივთის გამოყენება ვისწავლო. აი ძმაო, მოდი რა ვქნათ, არ ვიცი. მოდი ძმაო, მოდი შენ წაუძინე.
და მე გიყარაულებ და მე კიდე რა ვიცი რა მევქნათ რა. ძმაო გაივიდე ჩაგძინებია. გაივიდე ზამიკო. წავიდეთ აქედან. ჩამეძინა მე? ვა, რა მდგომარეობა. აქედან მალე უნდა წავიდეთ მაშინ ეგრე გამოდის, თორე არა და მითხარი იღარაულებ მაგრამ. ძმაო, კარები ღია რატო არის? მე არ დამიტოვია კარები ღია. კარგად მახსოვს კარები დავკეტეთ, ხო? მასა ბოლო შენ შემოხედი ძმაო და კარები ხო შეხო დაკეტე. მგონი დავკეტე კი მგონი. რაღაც ხდება ეგრე გამოდის. მოდი გავიდეთ აბა ერთი რა ხდება. ვა, ძმაო, ეს თვალები მე მატყუებს. სოფელი ვიპოვეთ. ნუ თუ კიდე არის სოფელი ამ ზომბი აპოკალიფსში, ძმაო, ძალიან კაია. ჩვენ დარჩენა შეგვეძლება წესით. თან ძმაო, ჩვენ ამ სოფელს დავიცავთ. ყოველ შეძლებს და გვარა. წამო. წამო ძმაო, წავიდეთ. მოვედით. ესე იგი მეგობრებო, ეს იყო ზომბი აპოკალიფსის მეორე სეზონის პირველი ეპიზოდი. თუ მოგეწონათ მეგობრებო ვიდეო, დალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. ახლა კი ნახვამდის.